არცეთ ოფიციალურ პირს 2008 წლიდან მოყოლებული სოფლიოში გარდა რუსული ოფიციალური პირებისა და გარდა ხუგო ჩავესისა, რაც განსვენებულის, არასოდეს არცეთ ოფიციალურ პირს მინდა ხაზი გაუსვა, არ დაუდანაშაულებია საქართველოს, მათ შორის არც ევროკავშირის სრომელ მოხსენებაში, ომის გაჩაღებაში, ომის ინიციირებაში. ყოველთვის ამ ომის ინიციატორად და საქართველოს ინტერვენტად და აგრესორად საქართველოს წინააღმდეგ ყველგან გამოყვანილი იყო რუსეთი. მოხდა პირველი შემთხვევა, როცა გაჩნდა კიდევ ერთი ოფიციალური პირი, გარდა რუსებისა, რომელმაც და ჩავესისა, რომელმაც ეს გააკეთა და სამწუხაროდ ჩვენთვის ეს აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე მინდა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მას უნდა პრაგმატული პოლიტიკის გატარება რუსეთთან და მე ამას მივესალმები, ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთებას, მაგრამ ამიხსენით, რომელი პრაგმატული პოლიტიკა არის, რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა შენ ტერიტორიის ოკუპანტს აძლევ იურიდიულ დასაბუთებას ოკუპაციის. რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა აძლევ საშუალებას, რომ მორალური უპირატესობა მიიღოს ცარიელ ადგილზე, რომელიც მას უნდა დაკარგული. გასაგებია, რომ გაასამართლო წინამთავრობა ღალატისთვის, გაქცევისთვის, ქვეყნის მიტოვებისთვის ან მოგონილი საბაბით თქვა სამხედრო დანაშაულისთვის, მაგრამ უყენებდა წინამთავრობას ბრალს იმაში, რომ მან წინააღმდეგობა გაწია, რომ უკან არ დაიხია, რომ ხელი არ მოაწერა კაპიტულანტურ შეთანხმებას, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ არ გაიქცა და არ მიატოვა საქართველოს დედაქალაქი, როგორც მოგვიწოდებდნენ და პირდაპირ მიგვითითებდნენ. ასეთი პრეცედენტი თანამედროვე მსოფლიო ისტორია ნამდვილად არ იცის. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ თბილისის თავზე ჯერ კიდევ ხუჯურიანი დროშა ფრიალებს. და ამ დროშის ჩამოგლეჯვა შეუძლიათ მხოლოდ ქართველებს. ისე როგორც თავის დროზე 1921 წელს და ეს პროცესები ძალიან გავს 1921 წელს ორჯონიკიძემ და სხვა ქართულმა კოლაბორაციონისტებმა უპატაკეს მოსკოვს, რომ თბილისზე აღარ ფრიალებდა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა. და თუ ლაპარაკობენ დანაშაულზე და ვირმეს დანაშაულზე, მან შემიძლია თქვა, დიახ, ალბათ კი არა, ნამდვილად მე ვარ დამნაშავე. მე ვარ დამნაშავე იმაში, რომ როგორც პრეზიდენტმა არად ჩავაგდე მუქარა და ხელი არ ავიღე, არა მხოლოდ ნატოს კურსზე და ევროპის კურსზე, რომელიც ჩვენმა ხალხმა დაგვავალა. არამედ მოსკოვიდან თითის ქნევაზე მიუხედავად არ ავიღე ხელი თავარ რაღაცაზე, რაზეც ყველაზე მეტად დავისაჯეთ, არა რაღაც სისულელებზე, არა ჩვენი ჯარების გადაადგილებაზე, არა რაღაც გამონათქვებზე, ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნის იდეაზე არ ავიღეთ ხელი. ჩემი დანაშაული ის არის, რომ მე როგორც პრეზიდენტი ერთგული დავხვჩი ჩემი საპრეზიდენტო ფიცის დაგვეცვა ჩვენი სამშობლო გადამწყვეტ მომენტებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გავიქეცით როგორც გვეუბნებოდა. არ მოვაწერეთ ხელი წინ დადებულ კაპიტულატურ შეთანხმებას. არ მივეცეთ მათ საშუალება საქართველოს სახელმწიფოებრიობის დანგრევის და საქართველოს დამოუკიდებლობის ნიველირების. მოდით აი ახლა დღეს უბრალოდ ერთი წუთი დავფიქრდეთ ფაქტებზე. იმას კი არა რომ მე გეუბნებით. რა არის დღეს ფაქტები? დღეს საქართველოს ყავს მთავრობა, რომელიც თვითონ იძახის, რომელიც იძახის, რომ საქართველოს დაიწყო პირველმა სამხედრო მოქმედებები, ესე იგი პრაქტიკულად ყოზილს აძლევს ჩვენ ინტერვენცს აგრესორს თუნდაც საერთაშორისო აღიარების პროცესების გაგრძელების. დღეს გულისატკენია, რომ ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხელით ცვლის ოკუპაციის შესახებ კანონს და ყოზილებს აძლევს ოკუპანტებს. დღეს ჩვენ ყავს ხელისუფლება და მე არ ვიცი ასეთი პრეცედენტი უახლეს ისტორიაში სხვა ქვეყნებში, რომელიც აპირებს, რომ გამოიძიოს და დასაჯოს წინამთავრობა იმის გამო, რომ წინამთავრობამ განახორციელა საკუთარ ტერიტორიაზე სეპარატისტების მიმართ სპეცოპერაციები და საგანგებო ქმედებები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სეპარატისტების წინააღმდეგ, იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ხელყოფდა საქართველოს დამოუკიდებლობას და საქართველოს ერთიანობას. დღეს ჩვენ ყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება და ამას ღიად აცხადებს. ვინ ჯინაზეც არ უნდა აკეთებდეს ამას, პრაქტიკულად ფეხქვეშ თელავს ჩვენი შეერაღებული ძალების ღირსებას. და ამავე დროს ჩვენ ვართ ყავს მთავრობა, რომელიც თვლის, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც მხოლოდ ეთნოგრაფიული ექსპონატი უნდა ვიყოთ, თავის ცეკვა თამაში რომ დაგვიკრავდნენ ჩვენ ძალიან საყვარელ ცეკვებში და სიმღერაში რომ დაგვიკრავენ ტაშს, მხოლოდ ამით უნდა ვიამაყოთ და ამით უნდა მოვიწონოთ თავი და ამით დავაკმაყოფილოთ ჩვენი ეროვნული პატიმოყვარეობა. მოდით არ ვქნათ ის, რომ ჩვენი ახალი დროის ორჯონიკიძეების ხელით საქართველოს თვითონ ჩააბაროს ტერს ჩვენი დამოუკიდებლობის გასაღები, თვითონ დაუშვა საქართველოს ხუჭრიანი დროშა და თვითონ ავიღოთ
ხელი საქართველოს თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე. იმიტომ მე როგორც პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. Სლიანად ვემიჯნები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული ემხედეების დაწყება და ომის გაჩაღება. მე როგორც საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი, ერთი წუთითაც და წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებას და რომლის საბოლოო მიზანი ამ საკითხის გამოძიებას საბოლოო მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, პირდაპირ არის მიმართული ჩვენი მტრის ამოცანების უკვე ახალ ვითარებაში ბოლომდე შესრულებამდე მიყვანამდე. მე გულით კი ვარ, რომ საქმე ეხება არა ჩემ თავს და ჩემ პიროვნებას. ეს მეასე ხარისხოვანია. საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს და ჩვენ ყველას მართებს განსაკუთრებული მოფრთხილება ჩვენი მომავლის და დაფიქრება იმაზე, თუ რას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში, კვირაებში და წლებში.